ძვირფასო ტელემაყურებლებო, მოგესალმებით. მე ვარ პაატა ჩაგანავა, თქვენ ყურებთ ეკონომისტს. აჭარაში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ხშირად საუბრობს მასმედია. ყოველთვის შუქდება ამ საკითხის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური მხარეები. დღეს ჩვენ ასევე შევეხებით ამ საკითხს და ვნახავთ, რა მდგომარეობაშია აჭარაში ჰესების მშენებლობის პრობლემატიკა. Გამოვტოვებთ ეკოლოგიურ საკითხს, რადგან ამ საკითხზე გარჩევას ეკოლოგებს დაუტოვებთ და სოციალ-ეკონომიკურ ურთიერთობებს შევეხებით, რომლებიც წარმოიშვება აჭარაში ჰესების მშენებლობის კომპანიასა და მოსახლეობას და ზოგადად აჭარის რეგიონს შორის. თუმცა პრობლემაში უკეთესად გასარკვევად ჯერ პატარა სიუჟეტი ვნახოთ. აჭარისწყლის ჰიდროენერგო პროექტი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია საქართველოში. მისი მიზანია მაღალმთიანი აჭარის განვითარება გარემოს დაცვის ტექნიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით. პროექტს რეგიონში საერთაშორისო კომპანია აჭარისწყალი ჯორჯია 2013 წლიდან ახორციელებს. კომპანია მდინარე აჭარისწყლისა და მისი შენაკადების ჰიდრორესურსების ათვისების მიზნით შეიქმნა. შუახევი ჰესის პროექტი ითვალისწინებს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას და ოპერირებას. პროექტით გათვალისწინებულია ორი კაშხლის, შესაბამისი წყალსაცავები და ერთი დამბის მოწყობა მდინარე აჭარისწყალზე, მდინარის წყალთასა და მდინარე ჩიხურისწყალზე. ეს პროექტი არის უნიკალური პროექტი, იქიდან გამომდინარე, რომ არა მარტო რეგიონისთვისაც არის უნიკალური, არამედ მთლიანად საქართველოსთვის, იმიტომ მსგავსი პროექტი, მსგავსი სიდიდის პროექტი საქართველოში დღესდღეობით არ ხორციელდება, უბრალოდ შეიძლება შევადაოთ ავტობანის პროექტი. ამ მხრივ პროექტი გამორჩეულია პირველ რიგში იმით, რომ საფუძველი ეყრება ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, შემდგომში საფუძველი ეყრება იმას, რომ აჭარის რეგიონში და განსაკუთრებით ზემო აჭარაში ჩვენ მქონდეს სოციალური ფონი, რაც შეიძლება გაუმჯობესებული, იმიტომ რომ ამ პროექტზე დღეის მონაცემებით ორი მუნიციპალიტეტის ჯამში დასაქმებულია 600 ადამიანზე მეტი, რომლებიც ღებულობენ შემოსავალს და საშუალოზე მაღალ შემოსავალს ღებულობენ. აჭარისწყალი ჯორჯიას დამფუძნებლები არიან ინდური კომპანია Tata Power, ნორვეგიული კომპანია Clean Energy და მსოფლიო ბანკი. პროექტი არ არის მხოლოდ მშენებლობის პროცესზე ორიენტირებული. კომპანიას გაცილებით ამბიციური გეგმები აქვს სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით. ჩვენ ორივე მუნიციპალიტეტში ვახორციელებთ საკმაოდ ბევრ პროგრამას, ეს იქნება თემების განვითარების მხრივ, როგორც არის პირველ რიგში მცირე ბიზნესის საოჯახო ბიზნესის ხელშეწყობა, რადგან ვფიქრობთ, რომ თვითონ რეგიონის განვითარების, გრადი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია პირველ რიგში კერძო ბიზნესის, პირველ რიგში ადგილობრივი ფერმერების ხარდაჭერა. ჩვენ ვახორციელებთ პროგრამებს განათლების მიმართულებით. ასევე ეს არის პროგრამა, ეს არის კომპანია, რომელიც მუშაობს ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების მხრივ. აქ მე გამოვყოფდი მეფუტკრეობის მიმართულებას, სადაც ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. კომპანია, რომელიც ასევე ახორციელებს სოციალურ პასუხისმგებლობის ფარგლებში პროექტებს ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით. უამრავი სხვა სფერო, რომელიც ასევე გვემატება, როგორც არის კულტურის თუ სპორტის მიმართულება. იცით რა, ერთ-ერთი ჩვენ ვართ მხარდაჭერი ხულოში გუნდი ხიხანის. ჰიდროენერგო პროექტის მიერ ბუნებას მიყენებულ ზიანს გამორიცხავს ეკოლოგი ზურაბ მანველიძე. მისი აზრით რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. ეკოლოგთა ჯგუფი 2013 წლიდან მცენარეულ საფარზე მონიტორინგს ახორციელებს. მათი მოვალეობები ორი ძირითადი მიმართულებით განისაზღვრება. აღნიშნული დოკუმენტით წინასწარ განსაზღვრული არის ზემოქმედება, როგორი შეიძლება იყოს, ჩატარებული კვლევების პირობებში ძირითადად აქცენტი გაკეთდა საქართველოს კანონით წითელი ნუსხის შესახებ დაცული სახეობების მონიტორინგზე. ბუნებიდან ამ ეტაპზე ამოღებულია დაახლოებით 1200 ეგზემპლარი, საკომპენსაციო გეგმით გათვალისწინებული 10-ჯერ მეტი, ანუ 12000 ძირი იგივე სახეობების დარგვა სათანადოდ გამოყოფილ საკომპენსაციო ტერიტორიაზე. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ჰიდროენერგო პროექტი 2017 წელს უნდა დასრულდეს. საოჯახო ბიზნესი, განათლება, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურის განვითარება, სოციალური პროგრამების ამ ჩამონათვალს კიდევ რამდენიმე შეემატება. აჭარისწყალი ჯორჯია თავისი ახალი იდეებით მაღალმთიანი რეგიონის განვითარებას გეგმავს. აჭარაში მშენებარე ჰესების ირგვლივ ძირითადად სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებზე სასაუბროთ. მოვიწვიეთ სტუდიაში სპეციალურად ამ კომპანიიდან წარმომადგენელი აჭარისწყალი ჯორჯიას სოციალური და მიწის საკითხების დირექტორი ბატონი ზვიად დიასამიძე. ბატონი ზვიად გამარჯობათ. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველი კითხვა, ალბათ ყველაზე მთავარი კითხვა, რაც მინდა დაგისვათ, ჩართულობის შესახებ იქნება კითხვა. ანუ ადგილობრივი მოსახლეობა
საქართველოში რეგისტრირებული საწარმოები რამდენად არიან ჩართული ჰესის მშენებლობაში? აი ვინ მუშაობს იქ? 600 ადამიანი ახსენა უკვე სიუჟეტში ექსპერტმა და აი რად მუშაობენ, ვინ რას აკეთებს, რამდენად არის ადგილობრივები, აი იქაურები ჩართული, რომელი ქართული ბიზნესები არის კავშირში ამ ხესის მშენებლობასთან, აი როგორ არის ჩართული საქართველო ამ ხესის მშენებლობის ცენტრში? ანუ პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მოსახლეობის, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა დაახლოებით 700 ადამიანია, 700-მდე ადამიანი მუშაობს თვითონ ხესის მშენებლობაზე, უმეტესად ეს არიან ადგილობრივები, აქ საუბარია მუშახელზე. ეს ალბათ დამეთანხმებით, რომ საკმაოდ სერიოზული ციფრი არის. 2013 წლიდან მიმდინარეობს მშენებლობა ორივე მუნიციპალიტეტში. აქ ასევე მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ხაზი გაესვა სხვადასხვა სპეციალისტების, როგორც არიან გეოლოგები, ინჟინრები. ის მიმართულებაა, სადაც ჩვენ განსაკუთრებით ღარიბი ვიყავით ბოლო წლებში და მათთვის აი ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის, როგორც არიან მაგალითად გროს ენერგიის წარმომადგენლები, ქართველი ინჟინრები, ქართველი გეოლოგები, ვინც მუშაობს ამ პროექტში, მათ უზარმაზარი გამოცდილებაა, რომელსაც ისინი ღებულობენ. ვფიქრობ ის მიმართულებებია, რომელიცაც ადგილობრივ მოსახლეობას თუ ქართველი სპეციალისტების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტში. ასევე ცხადია, რაც შეეხება უამრავ სხვა ბიზნესებს, რომელიც ასევე ვითარდება, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ასეთ მასშტაბურ მშენებლობას თავისთავად მოყვება მცირე საწარმოების განვითარება, მცირე ბიზნესის განვითარება, რასაც ჩვენი კომპანია ასევე ცდილობს ხელი შეუწყოს. თქვენ ახსენეთ კიდევაც, რომ ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც არის ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის მხრივ, ეს არის სწორედ მცირე ბიზნესის მხარდაჭერა. რადგან ვფიქრობთ, რომ ეს ის მიმართულება, რომელიც რეგიონის განვითარებას, განვითარებას შეუწყობს ხელს. ასე რომ, ეს საკმაოდ კომპლექსური თემა არის, ერთმანეთთან სრულად დაკავშირებული, დაწყებული ადგილობრივის დასაქმებით, დამთავრებული, რა თქმა უნდა, მცირე ბიზნესის განვითარება, როგორც იქნება რესტორნები თუ მარკეტი თუ აი სხვა ნებისმიერი მიმართულება. პრინციპში აქ, როდესაც კარგად გაეცნობით თქვენი კომპანიის საქმიანობას, ჩანს ეს სოციალური პასუხისმგებლობაც, იმიტომ რომ კი ნებისმიერ ინვესტიციას მოსდევს თან, ანუ პატარ-პატარა ინვესტიციები, ანუ ვრცელდება დიდი ინვესტიცია თავის თებს, ასე ვთქვათ, შლის ეკონომიკაში სხვადასხვა სფეროში და სხვადასხვა დარგებს ავითარებს. ეს გასაგებია და ძალიან მისაღები და სასიამოვნო ჩემთვის როგორც ეკონომისტისთვის, როდესაც მსხვილი საინვესტიციო პროექტი აჩენს მოთხოვნას დავუშვათ სხვადასხვა პროფესიებზე, აჩენს მოთხოვნას სხვადასხვა ბიზნესებზე და რაც თავარია, აჩენს სოციალური პასუხისმგებლობის რაღაც პროექტებს და პროგრამებს. აი ამასთან დაკავშირებით თქვენ ახსენეთ მცირე ბიზნესის განვითარება, მინდა განათლებას მინდა დაუკავშირო, რა კითხვას მინდა იცით დაგისვათ. აი ჰესი ააშენეთ, დამთავრდა და ამ ჰესის ექსპლუატაცია სჭირდება, ხო? სჭირდება ინჟინრები, სჭირდება სხვადასხვა სახის სპეციალისტები. თუ გაქვთ ჩაფიქრებული, თუ გაქვთ ან თუ უკვე მუშაობთ, მაგალითად საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რომელმაც შეიძლება შექმნა სპეციალურად საგანმანათლებლო პროგრამები და მოგიმზადონ სპეციალისტები, რომელიმე უნივერსიტეტთან ან ინსტიტუტთან ან თვითონ ხო არ გაქვთ თქვენ რაღაც პროფესიული განვითარების პროგრამა, რომელთაც მოუმზადებთ ამ ხეს მომავალ სპეციალისტებს, იმიტომ რომ დღეს 1 და 2 წელი ეგ ხესი არ იმუშავებს, ხო? ეს არის ძალიან საკმაოდ გრძელვადიანი საწარმო და პროექტი და აი რა კავშირი გაქვთ აი განათლების სფეროსთან აწყობთ? საერთოდ კითხვა იმ ხრივ, რომ ყოველს რადგან წარმოგიდგენია, რომ აი ეს აშენდება 2017 წელს ეს კომპანია დაამთავრეს მუშაობას, ეს აშენდება შევა ექსპლუატაციაში და ამით მიწვევში აჭარისწყალმა ჯორჯიამ ინვესტორმა კომპანია დაასრულა სამუშაო. არა, პირიქით იწყება სწორედ ის, რაც მნიშვნელოვანია, ეს არის რეგიონის განვითარების ხარდაჭერა და უპირველეს ყოვლისა ცხადია ეს იწყება განათლებით. რადგან ეს კომპანია საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი რეგიონში, რაც ფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან პოზიტიურია. განათლება ამ ხრივ ფიქრობ, რომ ახალგაზრდების ხარდაჭერა პირველ ყოვლისა. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს რამოდენიმე სერიოზული პროგრამა ამ ხრივ, პირველ რიგში სტიპენდიების პროგრამა, რომელსაც აჭარისწყალმა ჯორჯიამ დააწესა. მე ამაყი ვარ ამით. ნამდვილად, იმიტომ რომ აქ საუბარი არის სტუდენტებზე, წელს დავაფინანსეთ 13 სტუდენტი და ამ შემთხვევაში არ არის ნეგატიური ციფრი, 13 ეს პოზიტიური არის. შარშან 8 ეს ახალგაზრდებია, ის ბავშვებია, ვინც დაუბრუნდება რეგიონს. აქ საუბარი არის ნებისმიერ მიმართულებაზე. ჩვენ სხვადასხვა არ გამოვყავით სოფელი, რომელიც ზემოქმედების თქვა ან პროექტის ფარგლებში არის მოქცეული, ან არ არის მოქცეული. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არ უნდა ყველას უნდა მიეცეს თანაბარი შანსი.
ფინანსდება მთლიანად ბაკალავრიატის სწავლა, ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი, ძალიან მნიშვნელოვანი ხარდაჭერა ახალგაზრდების განვითარებისთვის. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი. ეს არის თვითონ პრაქტიკა. იმიტომ რომ განათლება ერთია თეორიული, თუმცა პრაქტიკის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია ასევე. ამ მხრივ ჩვენ შარშან 3 ახალგაზრდა ყავდა მოწვეული, ეს იყო ფასიანი პრაქტიკა, რომელიც მაღალმთიანი რეგიონიდან იყვნენ ეს ბავშვები. ჩვენ გვაქვს გაფორმებული მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და 3 თვის განმავლობაში ისინი ეცნობოდნენ სხვადასხვა მშენებლობის დეტალებს. ესეც კვლავ ის არის, რაც გვინდა ჩაუყაროთ საფუძველი, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა, რომ დაბრუნდნენ რეგიონში და დაუბრუნდნენ თავიანთ რეგიონს და დაეხმარონ მას განვითარებაში. და ბოლოს ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი არის ინგლისური ენის განვითარება. რადგან ეს კომპანია, ეს არის საერთაშორისო კომპანია, ის იქნება წარმოდგენილი შემდგომი 10 წლების განმავლობაში რეგიონში. ვფიქრობ ახალგაზრდებს უნდა მიეცეთ შანსი, რათა ინგლისური ენის მუშაობის, თუ გნებავთ პირველში მუშაობის ხადია. და ჩვენ ამ მხრივ საკმაოდ კარგი პროგრამა გავაკეთეთ ადლოურ მუნიციპალიტეტთან ერთად და ჩვენ დავატრენინგეთ მასწავლებლები ინგლისური ენის ყველა, ანუ დაახლოებით 40-მდე იყო მასწავლებელი იყო სხვადასხვა სოფლებიდან. ეს ის მიმართულებებია, რაც ჩვენ გვჯერა, რომ ხელშეუწყობს თვითონ რეგიონის განვითარებას მომავალში. ანუ სკოლის მასწავლებლებზე ამბობთ? სკოლის ინგლისურის მასწავლებლებზე ვსაუბრობ, დიახ. რომელიც პრინციპში ამაღლებენ უნარჩვევებს. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ მათ უნდა ისინი არიან, ვინც შემდგომ თავის გამოცდილებას გაუზიარებს ბავშვებს. ამით იწყება პრინციპში ყველაფერი. თუ დაახლოებით თუ შეგიძლიათ მითხრათ აი ამ სოციალური პასუხისმგებლობის მხრივ რა თანხებზე არის რა თანხებს ხარჯავს თქვენი კომპანია? ნებისმიერი პროექტი საჭიროებს თავის ბიუჯეტს. ჩვენ რამდენი მიმართულება გვაქვს, ერთ-ერთი მსხვილი მიმართულება არის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ალობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად, რეგიონულ მთავრობასთან ჩართულობაც აქ არის ის აქტიურად, რომ აქ წყლის პროექტები, ეს იქნება სხვადასხვა მიმართულება, რომელსაც ჩვენ მუშაობთ. ყველა პროექტს თავისი ბიუჯეტი აქვს, ბუნებრივია. ჩვენ საკმაოდ კარგად ვართ ამ მხრივ წარმოდგენილი, რადგან ეს არის ჩვენი პრიორიტეტი და ვფიქრობთ, რომ ინვესტორი ვალდებულია ის აუცილებლად გასცეს თავისი ბენეფიტები ასევე ადგილობრივ თემებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რას აკეთებთ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით? აქ პირველ რიგში გამოყოფთ ალბათ წყლის რეაბილიტაციის პროექტებს. ჩვენ შუახევის მუნიციპალიტეტში ვიმუშავეთ ამ მხრივ, ეხლა ვგეგმავთ საკმაოდ დიდ პროექტს ხულოს მუნიციპალიტეტთან ერთად და რადგან ეს არის ის, რაც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას, სოფლის მეურნეობა არის ის მიმართულება, რაც აჭარის რეგიონს პირველ რიგში შეუწყობს განვითარებისათვის. ეს წყალკანალიზაციის სისტემის საუბარი არის მთლიანად წყლის სოფლებში სხვადასხვა რეგულარული წყლის მოყვანაზეა საუბარი არის სხვადასხვა იმ პროექტებზე, რომელიც ხელშეუწყობს მუდმივი წყლის მიწოდებას. ანუ რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ცხადია სოფლის მასშტაბით. შიგნით შუახევში, ანუ ცენტრში სხვადასხვა სოფლებზე არის საუბარი, მაგალითად ახალდებაში იყო განხორციელებული საკმაოდ დიდი პროექტი, ამ შემთხვევაში აჭარის მთავრობაც იყო ერთ-ერთი პარტნიორი ამ პროექტში, ეხლა იგეგმება ხულოს მუნიციპალიტეტში, ამ ცალკეულ სოფლებზე აღებული, სადაც ამის საჭიროება არის. და მე ასე მივხვდი, რომ ეს ცდება იმ დაფარვის ზონას, რომელსაც თქვენი პროექტი ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ არ იყოს განსაზღვრული ჩვენი დაფარვის ზონა, ჩვენი დაფარვის ზონა არა. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ეს არის ინვესტორი, რომელიც არის ორივე მუნიციპალიტეტში. ეს არის ინვესტორი, რომელიც არის მთლიანად რეგიონში. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიყოთ პრინციპში უნდა შევეცადოთ, რომ ნებისმიერი იქნება სოფელი თუ მხარე დავეხმაროთ და გვერდში ამოვიდეთ. ეს ელემენტარულად მნიშვნელოვანია. მოდით ეკონომიკურ ეფექტებზე დავბრუნდეთ, ანუ გადასახადებთან დაკავშირებით. ეს კომპანია ეხლა რა წვლილი აქვს ჩვენი რეგიონის ბიუჯეტში თუ მუნიციპალურ ბიუჯეტში და დავუშვათ რა ეფექტებს ელოდებით მომავალში? აქ ორი მთავარი გადასახადია. პირველ რიგში შემოსავლის გადასახადი, რომელსაც კომპანია ეხტის და დაახლოებით 2016 წლის ჩათვლით დაახლოებით 6 მილიონი შემოვიდა აჭარის ბიუჯეტში მთლიანად. ქონების გასახადი რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელშეუწყობს სწორედ მუნიციპალიტეტების განვითარებას. დაახლოებით 2016 წლის ბოლომდე ჩვენ შევიტანთ უკვე 5 მილიონამდე და ორივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, რომელიც გადანაწილდება ცხადია თანაბად მათ ბიუჯეტებში
საქართველოში. ფიქრობ ეს საკმაოდ დიდი ციფრი არის. ცხადია, ორივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტები ორმაგდება და ეს არის სწორედ ის მექანიზმია, რაც ხელშეუწყობს ძალიან ბევრი სოციალური პროგრამის განვითარებას, რომელსაც უკვე დაეგმავს თვითონ ადგილობრივი მთავრობა თემებთან ერთად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თემების ჩართულობაც იყოს ასევე გარანტირებული და ფიქრობ ეს ის მხარდაჭერაა, რასაც ამ შემთხვევაში ინვესტორი კომპანია კერძოდ საერთოდ ინვესტიციები აკეთებს საერთოდ რეგიონის განვითარებისათვის. თემებთან თუ მუშაობთ, თქვენ შეუძლებელია ჰიდროელექტროსადგური აშენოთ ის რომ თემებთან არ მუშაობთ. ცხადია. ეს ერთ-ერთი მიმართულებაა, რასაც ჩვენი კომპანია განსაკუთრებულ მნიშვნელობას აძლევს. პროექტის დაწყებისთანავე გაიხსნა 2 საინფორმაციო ცენტრი, ერთი შუახევში, მეორე ხულოს მუნიციპალიტეტში. დამატებით ჩვენ გავხსენეთ შემდგომ ხალთის რეგიონში, რადგან დავინახეთ, რომ სწორედ საინფორმაციო ცენტრები, ანუ ჩვენი წარმომადგენლობა მუნიციპალიტეტებში საკმაოდ დიდ როლს ასრულებს მოსახლეობასთან ურთიერთობაში. ანუ რა ხდება საინფორმაციო ცენტრებში? აქ საუბარი არის საჩუქრების დაფიქსირებაზე, რომელიც რა თქმა უნდა ახლავს ასეთი ტიპის მშენებლობებს. აქ საუბარი არის საჩუქრებზე რეაგირებაზე, დროულ რეაგირებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ ეს გააკეთოს. დღეს აქ საუბარი არის სხვადასხვა სამუშაო შეხვედრების ჩატარებაზე თემებთან. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ ხრივ მაქსიმალურად დავიხარჯოთ და რა თქმა უნდა, ამაში ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი გამგეობის თუ თვითონ თემების ჩართულობაც. მიუხედავად ამისა, საჩუქრები საკმაოდ არის მე მგონი და ეს ცნობილი იყო რა ცოტა ხნის წინ მოხდა, დროში შეიძლება ვწდებოდა, როდესაც თქვენ იმაზე მეტი გაეცით კომპენსაცია, ვიდრე გეკუთვნოდათ რამდენადაც ვიცი, ანუ კომპენსაცია არ ეკუთვნოდა და მაინც გაეცით. არა, კომპენსაცია ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის პატარა. ჩვენ ჩვენი კომპანიის მიერ გაცემულია კომპენსაცია მხოლოდ მიწის მესაკუთრების და მიწის მფლობელებისათვის. ანუ ვისგანაც ჩვენ შევიწყიდეთ მიწა, დაახლოებით 140 ჰექტარზე არის საუბარი, რომელიც შევიწყიდეთ ბუნებრივია ხესის მშენებლობისათვის მუდმივ თუ დროებით სარგებლობაში. ვფიქრობ ეს საკმაოდ სამართლიანი გარიგება იყო მიწის მფლობელებთან თუ მიწის მესაკუთრებთან. ჩვენ არ განვასხვავებთ არც მიწის მფლობელი და არც მიწის მესაკუთრე. ეს იყო დამოუკიდებელი აუდიტორი კომპანია, საკმაოდ გამოცდილი, რომელიც მუშაობდა მიწის ფასის შედგენაზე. აღებული იქნა საუკეთესო გაყიდული ფასი, ამას დაემატა 10% ჩვენგან, როგორც კომპანიის კეთილდღეობა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვიცით თუ რამდენად მწირი არის ის მიწა საერთოდ ზემო რეგიონში და ამიტომაც სწორედ ჩვენ შევეცადეთ მაქსიმალურად არ შევხებოდით სასოფლო-სამეურნეო მიწებს. ანუ ეს თემა, ანუ ამ ხრივ კომპენსაცია მხოლოდ ამ ხრივ იყო გაცემული. ასე რომ ეს რაც შეეხება თვითონ საჩუქრებს, ხადია ნებისმიერ ჰიდროელექტროსადგურის შენობას, ნებისმიერ დიდ შენობას ახლავს ეს, იქნება ეს ტოერი, იქნება ეს ხმაური, იქნება ეს ტალახი, იქნება ეს ლეგიტიმური კითხვები, რაც მოსახლეობას გააჩნია იგივე გარემოს საკითხებისადმი თუ ელემენტარულად დასაქმების ხრივ ან თვითონ საინჟინრო თემებთან დაკავშირებით. ეს ის თემებია, რაც ყოველთვის არის და მნიშვნელოვანია ჩემი ხრივ, რომ ნებისმიერი მხარე, ვინც არის ჩართული აქ, პირველ რიგში რა თქმა უნდა კომპანია, რა თქმა უნდა თავისთავად ხელისუფლება და ბუნებრივია თვითონ თემებიც ყველანი პასუხისგებლობით იყო განწყობილი და შევეცადეთ სამუშაო ფორმატი შევქმნათ, სადაც ყველა მხარის კანონიერუფლება იქნება დაცული. იქნება ეს პირველ რიგში რა თქმა უნდა ადგილობრივი მოსახლეობა და ცხადია ასევე ინვესტორი კომპანიას. ეს შეუწყობს ხელს პროექტის წარმატებულად განვითარებას. თქვენ ახსენეთ ბიზნესის განვითარება, განვითარების ბიზნესის განვითარების პროგრამები, რა მიმართულებებით არის ძირითადად, აი როგორ მუშაობს ეგ პროგრამა? ჩვენ დავიწყეთ ძალიან საინტერესო პროგრამა ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციას დემოკრატიის ინსტიტუტთან ერთად, დაახლოებით 21 მცირე ბიზნესი საწარმო გაიხსნა ზემოთიანეთში. ეს საკმაოდ დიდი ციფრია, 65 ადამიანი დასაქმდა და ეს ჩვენთვის დიდი მონაპოვარია. რადგან ვიცით თუ რამდენი ადამიანი დგას ამ ელემენტარულ პატარა საოჯახო საწარმოს უკან. დაწყებული პური საცხობიდან დამთავრებული ავტომანქანების შეკეთების პატარა საამქრომდე, ანუ ჩვენ გვინდა არა მარტო
მათ შექმნაზე ვიზნოთ, არამედ მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, რომ მათ დავეხმაროთ ბაზრის მოპოვებაშიც. ანუ ეს მეორე ეტაპია, რომელსაც ჩვენს პარტნიორებთან ვაკეთებთ, ანუ ჩვენ გვინდა და მცირე საწარმოებს დავეხმაროთ მათ ფეხი მოიკიდონ ბაზარს, იქნება ეს პური საცხობი, იქნება ეს სხვა ნებისმიერი მიმართულებით, ეს ხანძლივი პროცესია. ანუ აქაც ჩვენ გვინდა სწორედ ჩვენი ხელშეკრულებაა ჩვენს პარტნიორებთან დემოკრატიასთან ერთად ამ შემთხვევაში და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ითვალისწინებთ სწორედ რომ ჩვენს აი ამ დაფუძნებულ ბიზნესს დავეხმაროთ რომ ფეხზე დადგომაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ ფულს აძლევთ აქ საუბარი არის ჩვენ ვაგებთ შანსს მოსახლეობას აუცილებლად მე აქ არ გამოვხილოთ ფულზე საუბარს ვაგებთ შანსს მოსახლეობას რათა მათ უამრავი კარგი იდეა აქვთ და ვფიქრობ რომ ჩვენ უნდა ხელში შევდგოთ მათ იდეების განვითარებაში მაგის თქვა მინდოდა ანუ ეგ მარტო ფულის მიცემა ხო არა ანუ შეიძლება ფული მისცე და ვერ გამოიყენოს შეიძლება ფული მისცე და ანუ გრანტი გადასცე და ანუ ვერ განვითარდეს ანუ რაღაც ტრენინგი თუ არის რაღაც თუ ეხმარებ და პური საცხობი გავაკეთე მაგრამ არ ვიცი როგორ გავყვიდე როგორ შევფუთო სწორედ რა თქმა უნდა და ანუ ხო არ არის ჩართული სხვა მხარე რომელიც მასწავლის მე აუცილებლად ეს არის სწორედ კომპლექსური თემა სწორედ ამიტომ იქნა არჩეული პარტნიორი რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ამ ხრივ და ეს არ არის ერთი დღის პროექტი ეს არის პროექტი რომელიც რამოდენიმე წლები უნდა გავითარდეს ეს და სწორედ მაგიტომ აღნიშნა რომ აუცილებლად გადაცემის დაწყებაში რომ ეს არის კომპანია რომელიც ჰესის მშენებლობის დამთავრებით კი არ ამთავრებს თავის საქმიანობას პირიქით იწყებს თავის საქმიანობას ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვიქნებით წარმოდგენილი ეს კომპანია დიდი ხნის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი რეგიონში და სწორედ ჩვენ უნდა დავინახოთ ის ბიზნესები რომელიც განვითარდება და მოსახლეობა რომელსაც შეიძლება თავისი იდეების განხორციელება ძალიან კარგი პრინციპში მე კიდევ ერთხელ აღვნიშნე და კიდევ უნდა აღვნიშნო რომ ესეთი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია პრინციპში არ მინახავს საქართველოს რეალობაში ბევრი ადამიანი ბევრი კომპანია მის თავს დეველოპერს უძახის მაგრამ სამწუხაროდ დეველოპერი კი არა უბრალოდ მშენებელი გამოდის რაღაცის და ალბათ დღემდე გადაცემის ძირითადი იდეაც ის არის რომ ალბათ ჩვენო მაყურებელმა ნახოს რომ როგორი უნდა იყოს სოციალური პასუხისმგებლობა რას უნდა აკეთებდეს კომპანია იმისთვის რომ მარტო ეკონომიკურ და მარტო მოგებაზე ორიენტირებული არ იყოს პირიქით ეგ მოგებაზე ორიენტირებული მე რო უყურებ იმდენს ხარჯავთ თქვენ რა ნუ არა მარტო თავისთავად ინვესტიცია ცხადია მაგრამ იმის გარეთ სოციალურ ურთიერთობებზე საკმაოდ ბევრს ხარჯავთ და ანუ ეს გათვლილია პრინციპში ამოვა ეს ფული ეკონომიკურ თვალსაზრისით ეს არის თანამედროვე ბიზნეს კულტურა, რომელიც ჩვენ გვინდა რომ შემოვიტანოთ რეგიონში აუცილებლად. ეს არის კომპანია, რომელსაც აქვს პრეტენზია იყოს ლიდერი სოციალური პასუხისმგებლობის მხრივ. ეს არის თანამედროვე ბიზნესის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ გვინდა რომ სხვა ინვესტორებიც, ვინც იყვნენ ასევე აქტიურად ჩართული რეგიონში, რადგან მნიშვნელოვანია ინვესტორის მიერ მოგების ასევე გადანაწილება. და პირველ რიგში უნდა გადანაწილდეს თემებზე. პირველ რიგში გადანაწილდეს იმ მუნიციპალიტეტებზე, სადაც ინვესტორი ან იმ მოსასაც ინვესტორი ოპერირებს. ეს არის ჩვენი მიდგომა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი სხვა ინვესტორიც გაიზიარებს ამ მიდგომას, რომელიც როგორც აღნიშნავ, თანამედროვე ბიზნესის მიდგომა. ბატონ სვეტ, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. როგორც წესი, აჭარისწყალი, ჯორჯია და ჰესების მშენებლობა ძირითადად ეკოლოგიურ ასპექტში წარმოგვიდგება ხოლმე ჩვენს მასმედიაში და დღეს ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იყო ამ სოციალური და ეკონომიკური მხარის აღმოჩენა და კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის დონის შეფასება. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. კარგად წამდებოდეთ. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ სტუდიაში გვყავდა კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას სოციალური და მიწის საკითხების დირექტორი ბატონ ზვიად დიასამიძე და აჭარაში ჰესების მშენებლობის სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე ვისაუბრეთ. კიდევ ერთი აქტუალური თემა, რომელიც დღეს ჩვენ საზოგადოებაში შეიძლება